მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია TV4 და დღეს ჩვენ გვაქვს მორიგი გადაცემა. ჩვენი გადაცემები გადის მეგობრებო, ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ჩვენ გვაქვს 9 საათზე ქართულენოვანი გადაცემები დღის შეჯამება, ხოლო კვირას საკვირაო გადაცემა რუსულ ენაზე. ანუ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას ხვდებით, ანუ დღე-გამოშვებით გვართ ეთერში. ესეც იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენება, ჩვენ მოსკოვიდან გთავაზობთ რეალურად ამ გადაცემებს და ტექნიკურად ძალიან რთულია ყოველდღიურად შევხვდეთ ერთმანეთი და მხოლოდ მაგთისში იყო ჩართული, TV4 სილქნეთშიც არის ჩართული და თქვენ შეგიძლიათ სილქნეთზეც გვიპოვოთ, მაგთიზეც, ახალ ქსელებშიც, ტრადიციულად YouTube-ისა და კონტაქტესა და რუთუბის არხებზეც, ეს იმათთვის, ვინც რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებშია, იმიტომ რომ მაგთის სილქნეთს რუსეთში ვერავინ ვერ დაიჭერს და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ეს ხალხი ძირითადად რუთუბეზე, YouTube-ის კონტაქტესზე და Facebook-ზე ადევნებს ჩვენ ტელეკომპანიას. მოკლედ, ყველანაირად გიწყობთ ხელს თქვენს, რომ ყველა პლატფორმაზე ნახოთ ეს გადაცემები. ჩვენ ვართ თქვენ სამსახურში და მე კარგად მესმის, რომ ქართული სიტყვის და ქართული რაღაცა აი ამ საქართველოსთან ინფორმაციის მიღებას რა ძალა და რა ენერგია აქვს. აი ხა მე როდესაც აქ ვიმყოფები, აი კიდე ერთხელ აი როგორც ადამიანი წყალს არის დაწაფებული, ისე ვარ დაწაფებული იმას, რომ კარგი რაღაცა ინფორმაციები მივიღო და ყველა საშუალებას ვადევნებ თვალყურს, რომ მეც ინფორმირებული ვიყო რა ხდება საქართველოში, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ძირითადად 90% ყველა ეს არის პროდასავლური მედია, თქვენ კარგად იცით, ეს პროდასავლური კი არის უცხო ქვეყნის სამსახურების ქვეშ და არა ქართული ინტერესების გამტარებლები. ეხლა რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომლებსაც თქვენც ადევნებთ თვალყურს და ჩვენც აქედან რუსეთიდან ამას ყველაფერს ვადევნებთ, კარგად მოგიხსენებათ, ეხლა აქტუალობა შეიძინა თემამ, ეს არის BBC-ს მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც ეხება აქციების მსვლელობისას გამოყენებულ ნივთიერებებს, ესე იგი პირველი მსოფლიო ომის თუ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რაღაცა ნივთიერება იქნეს გამოყენებულიო, რომელიცო ძალიან ისეთი საშიში იყო აი ამ ჯანმრთელობისთვისო ეს ინფორმაცია გავრცელდა BBC-ს მიერ. BBC არის ბრიტანული მედია საშუალება, კარგად მოგეხსენებათ, რომელიც პირდაპირ დაქვემდებარებაშია ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს Mi-6-თან და ეხლა Mi-6-ის დაქვემდებარებაში მყოფი მედია საშუალება, როდესაც ხელისუფლებას ფაქტობრივად ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში, ხალხის დაწამლაში ადანაშაულებს, ეს არის კიდე ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ ძიმე ბრალდება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლება ამას გამოიყენებდა და მე სიმართლე რო გითხრათ, ამისი მე არ მჯერა, იმიტომ რომ ამის შესახებ ინფორმაციების გავრცელება, რომ ეს მართლაც რო ყოფილიყო, ეს აქამდეც მოხდებოდა, ეს არის გამოგონილი თემა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას. ქართულმა ოცნებამ ხალხის წინააღმდეგ მომწამლავი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. დამალულ ამბავს ფარდა 1 წლის შემდეგ აეხადა. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება BBC-მ მოამზადა. 3 გამოცდილი გამომძიებელი ჟურნალისტი 1 წელი არკვევდა, რით მოწამლეს ხალხი საქართველოში. საბოლოოდ კვალი ბრომობენზილციანიდამდე მივიდა. ამ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია. კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. იმის გამო რომ საშიშ ნაერთს ხანგრძლივი ეფექტი გააჩნია, ის 100 წლის წინ აკრძალეს. ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტრებში და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ სისტემასა და გულსის ძარღვებზე. მას ღვიძლად შეუძლია მოქმედება. ეს ნამდვილად არ არის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დოზირებაზე და რაც უფრო დიდია დოზა, გართულების შანსი მით უფრო დიდია. ქიმიკატი მაღალი წნევის დანადგარშია ჩასხმული. წყლის ჭავლის მანქანასთან ახლოს თუ ვიმყოფები, საგანგაშო არა მხოლოდ აეროზოლის შესუნთქვა ან კანზე მოხვედრა, კი არ არის, არსებობს იმის შანსიც, რომ ამ ნივთიერებების საკმაოდ დიდი რაოდენობა პირში მომხდეს და გადავყლაპო. როგორც ტოქსიკოლოგს მე ეს ძალიან მაშფოთებს.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მოპოვებული ამ დოკუმენტით BBC-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაში გააჩნია ქიმიური აგენტები. ეს ის ნივთიერებაა, რომლითაც ჩარჩან აქციების დროს მშვიდობიანი მომიტინგეები მოწამლეს. ბრიტანულ BBC-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს, რომ არსებობს პროტოკოლიც, როგორ და რა ფორმით უნდა გაერიოს წყლის ჭავლში ქიმიური ნაერთები. ჩემი იქ მსახურობის დროს მე ვიცოდი ყველაფერი რაც მქონდა, ვიცოდი ყველა ის საშუალება, ყველა ის საბრძოლო მასალა, ყველა ის იარაღი, ქიმიური სითხის ტესტირება ჩვენ ჩავატარეთ, მაშინვე მალევე, როდესაც ეს მივიღეთ, ეს გამოიწვია იმაში, რომ დაახლოებით 2-მა მაგალითად ანუ გული აერიათ და არ წყიეს. გააქვს წვა, თვალების წვა, სუნთქვა გიჭირს, ანუ შენ თუ გას დაუშვა წიწაკის გას სუნთქავ პირს გააღებ და სუნთქავ შენ შეგიძლია ეს გადაიტანო, მაგრამ ამ ქიმიური სითხის შემთხვევაში არ შემიძლია ანალოგიური. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების ყოფილი უფროსი BBC-ს უყვება, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი ის ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც წყლის ჭავლში ურევდნენ. ნაწილი 20 ლიტრიან, ნაწილი კი 1 კილოგრამიან კონტეინერებში იყო შენახული. ლაშა შერგელაშვილი BBC-ს უყვება, რომ ეს ნივთიერება მათ წვრთნების დროს გამოსცადეს და ნახეს მისი მძიმე ეფექტიც. რაც შეეხება ქიმიურ სითხეს, რომელიც შედგება 2 კომპონენტისაგან, 34-39 ქიმიური ფხვნილი და 17-10 ქიმიური სითხე. მომზადების პროცესში მე რაც მაქვს ნანახი, ესენი იყო 20 ლიტრიანი ჭურჭელი, ხოლო ქიმიური ფხვნილი იყო პლასმასის ליטრიანი ბანკები. ხოლო რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, თავის ქალა, ჩონჩხი და ძვლები. BBC-ს ამ ჟურნალისტური გამოძიებით ქართული ოცნება უზარმაზარ საერთაშორისო სკანდალშია გახვეული. რეზონანსიდან გამომდინარე, ეს ამბავი ერთ ჟურნალისტურ გამოძიებად ვერ დარჩება. ქიმიური ნაერთის ხალხის წინააღმდეგ გამოყენება სავარაუდოდ საერთაშორისო გამოძიების საგანი გახდება. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში BBC-ს უთხრა, რომ ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და მათ უნდა იცოდნენ, რა ნივთიერებებით მოწამლეს ადამიანები. დაუშვებელია მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება. ეს აბსოლუტურად არღვევს კანონს ადამიანის უფლებების შესახებ. ეს არ არის სამხედრო მოქმედება. ეს არის სამოქალაქო ვითარება, სადაც ჩვეულებრივი ხალხი გამოდის ქუჩაში. მათ აქვთ უფლება, რომ იცოდნენ, თუ რა საშუალებებს იყენებენ სამართალდამცველები ქვეყანაში. გრძელვადიანი პრობლემები, მაგალითად სასუნთქი გზების ხანგრძლივი დაზიანებები ან შესაბამისი გულის პრობლემები. ვერ ჩაითვლება და დასაშვებად. ყველა ეს შემთხვევა უნდა გამოიძიოს, მათ შორის წამების და არასათანადო მოპყრობის კუთხით. როგორ მივიდნენ BBC-ს გამომძიებელი ჟურნალისტები დასკვნამდე, რომ ქართულმა ოცნებამ ხალხი პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით მოწამლა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს დარბევების კადრები, მოიპოვეს დოკუმენტები, შეკრიბეს მოწამლული მოქალაქეების სამედიცინო დოკუმენტებიც. 1 წლის წინ პირველად ქართველმა ექიმებმა დაიწყეს მოწამლული ხალხის სიმპტომების აღწერა და დოკუმენტირება. ამბობენ, რომ ხალხი, ვინც 1 წლის წინ სასტიკ დარბევაში მოყვა, დღემდე უჩივის სხვადასხვა სიმპტომებს. ეს არის ტოქსიკური ნაერთი, რომელიც მარტივად აღწევს ფილტვებში და არავინ იცის, რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს ორგანიზმში. ორგანოები, რომლებიც ძირითადად რომელთა დაზიანებაც ხდება, ეს არის სასუნთქი გზების ლორწოვანის დაზიანება, თვითონ ფილტვის ქსოვილის დაზიანება და არის დამოკიდებული დოზაზე, ანუ რა დოზა იქნა გამოყენებული. ასევე თვალის დაზიანება შეიძლება მუდმივად დარჩეს. როდესაც ძალიან მაღალი დოზა არის და იწვევს ის ფილტვის შეშუპებას, დაზიანება შეიძლება სიკვდილიც დადგეს. ცნობილი არის, რომ მკვეთრად აზიანებს ლორწოვანს, როგორც თვალის, ასევე ცხვირის, ასევე ზედა სასუნთქი გზების სპაზმს იწვევს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შემდგომში ტოვებს ხველას. მე პირადად მაშინდელი დაზიანების შემდგომ, მაგალითად, 6 თვის განმავლობაში მქონდა ცხვირის ლორწოვანი დაზიანებული და აი ესე უეცრად მომდიოდა სისხლი, ისე რომ არც არანაირი წინაპირობა ამას არ ქონდა.
თავის ტკივილი, თვალების წვა, სისუსტე, გულის აჩქარება, კანის წვა, დაღლილობა, ხველა, ქოშინი და ღებინებაც. ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დარბევებში მოყოლილ მოქალაქეებს ასეთი სიმპტომები ხშირ შემთხვევაში ერთ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში აწუხებდათ. არავინ იცის გრძელვადიან პერსპექტივაში რა ზიანს მიაყენებს მათ ჯანმრთელობას მომწამვლელი ნივთიერება. არინაერთები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც გაჟღერდა BBC-ში ეს ნივთიერება ბენზილციანიდი რაც არის მას აქვს ხანგრძლივი ზემოქმედების უნარი ოღონდ გარემოზე ასე ვთქვათ გაფრქვევის შემთხვევაში თუ მოხდა ნიადაგზე მაშინ მისი ესე ვთქვათ გამოყოფა ხანგრძლივად ხდება. რაც შეეხება კონკრეტულად მის გამაღიზიანებელ ეფექტს ნამდვილად აქვს რამდენის გამოწვევის უნარი, მაგრამ მასზე გაცილებით უფრო მეტი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. ბრომობენზილციანიდს აქვს მოწამვლის მაღალი რისკი, იწვევს ნერვული სისტემების მძიმე დარღვევას, ჯანმრთელობის გართულებებს ხანგრძლივი პერიოდით და უარეს შემთხვევაში არსებობს სიკვდილის რისკიც. ასეთ ნივთიერების ლაბორატორიული პირობების გარეშე გამოყენება დაუშვებელია და შესაძლოა შეუქცევადი ზიანიც კი გამოიწვიოს. ანანუ სამუშია ერთ-ერთია, ვინც ერთი წლის წინ საპროტესტო აქციებზე მეგობართან ერთად დადიოდა. თითქმის ყველა დარბევაში ერთად მოყვნენ. შემდეგ კი როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად ანევრიზმით გარდაიცვალა. BBC-ს ამ სკანდალურმა გამოძიებამ ახალგაზრდა ქალს სხვა ეჭვები გაუჩინა. აქციაზე დავდიოდით სულ ერთად, ყველა დარბევაში ერთად ვიყავით და ყველა დარბევის დროს ყველა გაზის ყლაპვა, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ და მაიკო გარდაიცვალა, როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია ანევრიზმით. და რა თქმა უნდა გაგვიჩნდა ბუნებრივად პირველი გამახსენდა ეს ამ ნიუსი რომ წავიკითხეთ დღეს BBC-ს რომ ხო არ არის რამე კავშირი ამ ყველაფერს შორის რაც ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებთ ახლა სიმართლე. როგორ მოწამლეს ხალხი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებებით. BBC-მ საკუთარი დასკვნები ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გამოაქვეყნა. მოისმინეს ყველაზე გავლენიანი და მიუკერძოებელი ექიმების შეფასებები. ერთმანეთში არის ფაქტებიც. ქართული ოცნება კი დღემდე ამტკიცებს რომ ბრალდებები აბსურდულია და ქმედებები კანონიერი. თქვენ კარგად იგიცით რომ ჰუსეინსაც, კადაფსაც ადანაშაულებდნენ ამ ნივთიერებების გამოყენებაში, შემდგომ ამ მიზეზით იქნა და აგრეთვე სხვა მიზეზებით შეჭრილი ისინი ამ ქვეყნებში და ჩამოგდებული იქნენ ეს ხელისუფლებები. მე ვერ გეტყვით ახლა ბრიტანეთს ეს მიზანი აქვს თუ არა და საერთოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს რომ საქართველოში დადანაშაულებული იქნას ხელისუფლება და შემდგომ მოხდეს ინტერვენცია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იცით რა შეასაქმე? როდესაც უცხო ქვეყნის ელჩები აშკარად გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ ტრულ დამოკიდებულებას, ჩვენ აღარაფერი აღარ უნდა გამოვრიცხოთ. ეხლა უცხო ქვეყნის ჯარები შეიძლება არ შემოვიდნენ, მაგრამ ისეთი მოქმედებები განხორციელდეს, რომელიც საქართველოს საკმაოდ სერიოზულ დარტყმას მოუტანს. ეხლა პოლონეთში მაგალითად უკვე ჩვენი ქართველობის ყოფნა ძალიან რაღაცა შეიზღუდა და პოლონეთში ჩვენ ყავს ძალიან დიდი დიასპორა და ისინი აგზავნიან ფულს და ესეთი ნაბიჯები თუ გადაიდგა, რომელიც საქართველოში მიგრანტების მიერ ფულის შემოდინებას, აგრეთვე ეკონომიკურ, აგრეთვე უვიზო მიმოსვლის თემას ეხება, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად დაარტყამს, მეგობრებო. და ეს ნაბიჯი ეხა ბრიტანეთის დახმარებით ბრჭყალებში დავკარგეთ ჩვენ ლორე, ისტორიული საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს სომხეთის ტერიტორიაზეა მოქცეული, ბრიტანეთის დახმარებით შევიდა თურქეთი ნატოში და ჩვენ ვეღარ დავიბრუნეთ ტაო-კლარჯეთი, თუმცა ამისი უკვე მოლოდინი არსებობდა და იწერებოდა პუბლიკაციები, ლექსები, მზადდებოდა ნიადაგი იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირს დაებრუნებინა ის ტერიტორიები და ის ტერიტორიები უკვე აღმოჩნდებოდა საქართველოს იურისდიქციაში. თურქეთი სასწრაფო წესით შეიყვანეს ნატოში, აი ეს ბრიტანეთის დაზვერვის დამსახურება იყო და სწორედ მათი მეშვეობით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები და ვერ დავიბრუნეთ ტერიტორიები. და როდესაც ბრიტანეთი შენ გადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, ეს უკვე აღარ არის სახუმარო საქმე, მეგობრებო და ამას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და ეს არის განგაში საფუძველი, მით უმეტეს ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც ეხლა ძალიან ისეთი შორი ექსკურსი რომ ჩავატაროთ ჩვენ სწორედ მათი დახმარებით, როგორც ისეთი საიდუმლო მასალებზე დაყრდნობილი ინფორმაციები იყო ადრე ვრცელდებოდა, სწორედ ნიკოლოზ მეორე, რუსეთის ბოლო იმპერატორი, სწორედ ბრიტანეთის დაზვერვა მოკლა, მათი მეშვეობით მოხდა ნიკოლოზ მეორის ტახტიდან ჩამოგდება
და შემდგომ მისი განადგურება მათი ხელიერია ამ ყველაფერში და სტალინის გარდაცვალებაში სწორედ ბრიტანეთის Mi-6-ის დაზვერვის თანამშრომლებს ედება ბრალი და ეს ეხლა ოფიციალურად შეიძლება ესე არ ჟღერდეს ბრიტანეთი და Mi-6 რომელიც დღეს ერთ-ერთი მძლავრი სპეცსამსახურია რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყნის მიმართ რომელიც ინტერესები ეწინააღმდეგება ბრიტანეთისა და ამერიკის ინტერესებს ძალიან ცუდად ამთავრებს მოღვაწეობას და აგერ ნახეთ გითხარით კიდევაც იოსებ სტალინი, ნიკოლოზ მეორე, აგრეთვე ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც დავკარგეთ და ვერ დავებრუნებთ და კიდევ ძალიან ბევრი, ხა ეს ჩვენ რაც გვეხება ის გითხარით და მათ რაც უცხო ქვეყნების მიმართ გააკეთეს, ამაზე საერთოდ ორი აზრი არ არსებობს, რამდენი არ უნდა ვილაპარაკოთ. ბევრს კი გაუხარდა, რომ იქო ქართული წარმომავლობის ქალბატონი რო დაინიშნა ამ Mi-6-ის ხელმძღვანელად, ვიღაცას გაუხარდა, რომ ესო ქართველია. რეალურად ის ქართველი ქალბატონი არ გახლავთ. ეს არის უბრალოდ მამობილმა მისცა გვარი მას და რეალურად ეს არის უკრაინული წარმომავლობის ადამიანი, რომლის წინაპრები ბრძოლობდნენ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ, როდესაც ომი იყო ფაშისტებსა და საბჭოთა კავშირს შორის. სწორედ ფაშისტების ნაყოფის შედეგი ეს ქალბატონი და არავით არის მას საქართველოსთან და ქართულ წარმომავლობასთან არ აქვს. ბევრ სენტიმენტები აღეძრა, სურათები დაიდო და რაღაცა და ისა. ეხლა ესე იმაზეც ლაპარაკობენ ერდოღანი ლაზიაო და ეხლა როგორიც ეგ ლაზი არის თავისი ბუნებითა და თავისი გარკვეული მოქმედებებით ნეტა ეგეთ რა ვიცი მე ასეთი ლაზები გვაშოროს ღმერთმა. არაფერი ლაზობის და არაფერი ქართველობის ერდოღანს ნამდვილად არ ეთყობა. ის მხოლოდ საკუთარ ქვეყანას ემსახურება და ჩვენ კი გვემუქრება რომ აგერ აჭარას საგავართმებს ჯავახეთს, აგერ გვეუბნება თურქები ჩაასახლეთ და ეს იმის ნიშანია ასევე რომ ეს მისი განზრახულობა არის ის მის ნიშანი რომ მას აქვს მიზანი რომ საქართველოს ჩამოაცილოს ჯავახეთი და ასევე აჭარა და მოკლედ საკმაოდ დიდი პრობლემის ქვეშ ვართ მეგობრებო და ეხა ეს აი ამ მოვლენებს ეხმაურება ეს ჩვენი გარკვეული გამოცემებიც რომლებიც მიშველიებენ ამ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომლებს და აქციის მონაწილეებს. ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომლის მონათხრობსაც ეფუძნება მათ შორის ვარაუდი, რომ ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული აქციის დაშლის დროს. კონსტანტინე ჩახუნაშვილმა ჩაატარა კვლევა 350 ადამიანი გამოკითხა. კონსტანტინე ჩახუნაშვილმა ჩაატარა კვლევა 350 ადამიანი გამოკითხა. ჩვენი კითხვარი დაახლოებით 9 იანვარს ჩაეშვა. კითხვის მიხედვით სუბიექტური მონაცემებით გინდება, რაც უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულება არის ზოგადად ვიდრე ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება, როგორც არის ლაბორატორიული კვლევა. ხაზგასმა ხდება დღეს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში პირველი რომ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, ჩვენ კვლევას მიეწერა, რომ ჩვენ საფუძველზე ასე ვთქვათ გახდა ეს ამბავი ამ კომიტეს შემადგენლობას ანტიდოტს რა ეფექტები აქვს ასე შემდგომ ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და შესაბამისად უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება ვისაც შეუძლია ამ ეტაპზე რომ პასუხი გაქცეთ თუ ეს აგენტი რასაც BBC ამბობს რომ მისი ინფორმატორები აწვდიან შიდა ინფორმაციას რომ ეს იქნა გამოყენებული ეს უკვე სერიოზული პრობლემა არის და ამას რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ ექიმებს გაცილებით უფრო უნდა გააქტიურდნენ. ეს ინფორმაციები რაც ახლა ვრცელდება არის გადაუმოწმებელი ამის შესახებ ვახტანგ გომოლაურმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება რომ ეს ნაციონალების დროს იყო შეძენილიო შემდგომ დღევანდელმა მინისტრმა გააკეთა განცხადება რომ ეს თლად მასეთი იარაღი არ ყოფილა შეძენილიო ანუ არის გამომრიცხავ ინფორმაციები რომ ეს იარაღი გამოყენებული იქნა როდესმე 2012 წლის შემდგომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მაგრამ თუ დასავლეთ სურს შენ რაც არ უნდა ილაპარაკო რაც არ უნდა თავი იმართლო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისინი ყოველთვის მაინც თავისას ეცდებიან ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე ვდგევართ ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგას იმიტომ რომ მას მოუწევს დაპირისპირება ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან. ვიღაცას თუ გონია ეს გამოცემა
ეს მედია საშუალება თავისით რაღაცა ვიღაცის შეკვეთით მოქმედებს გარედან ვლაპარაკობ, თუმცა შეკვეთა იყო რა თქმა უნდა სპეცსამსახურებიდან, ძალიან ცდება. ეს არის კარგად ორგანიზებული შეტევა. უცხოეთის სპეცსამსახურებმა ვერაფრით ვერ დაამხეს ეს ხელისუფლება სხვადასხვა საშუალებებით და ეხლა გადადიან უკვე სხვა მიმართულებით შეტევაზე, როგორც არის აი ესეთი მძიმე ბრალდება, რომელიც ეხება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. აქ გაიხსენეს 9 აპრილი, გაიხსენეს ასევე სხვა მოვლენები, როგორ ხოცავდნენ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 9 აპრილით სწორედ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოახდინეს, ვინაიდან შევარდნაძე, გორბაჩოვი და იაკოვლევი სწორედ იყვნენ ამერიკის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რამე ამ ქვეყანაში უბედურებები ხდება, ეს არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ნახელავი. და სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა სავსე არის ასეთი ტიპის ადამიანებით, რომლებიც მოღვაწეობენ. და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებსაც ავრცელებენ აი ამ იარაღის გამოყენებაზე, ლაპარაკობენ, რომ აიო კვლევების შედეგად, გამოკითხვების შედეგად და რაღაცა სისულელეები ვრცელდება, მეგობრებო, ეხლა ყველაფერი შეიძლება დაადანაშაულო ამ ხელისუფლებას 1000 რაღაცა დააბრალო, მაგრამ ეხლა ქიმიური ნივთიერებები რო ყოფილიყო მართლა გამოყენებული, აქ სულ სხვა ფატალური შედეგები იქნებოდა. 9 აპრილის დაშავებული ადამიანები დღესაც აყავს ქვეყანას და რამძიმე შედეგები მიიღეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 9 აპრილიც როგორც გითხარით იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ნახელავი. რაც შეეხება ახლა ამ პოლიტიკურ სიტუაციას ვხედავთ რომ ის ალეკო ელისაშვილმა როდესაც ეს ქმედება ჩაიდინა დაიწყო პროცესები უკვე იმ მიმართულებით რომ თითქმის ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი ოპოზიციისა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დღეს ციხეში ის. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ არის სარწმუნო და დასაჯერებელი, რომ სპეცსამსახურებმა უკვე დაიწყეს სხვა მიმართულებით მუშაობა, ვინაიდან მათ უკვე დასაყრდენი ვინც ყავდათ, ყველა ციხეში იმყოფება, ეხლა ისინი აპირებენ უკვე გეგმა B აამუშავონ. A ჩავარდა B და C-ც და D-ც ექნებათ. და ჩვენ აი იმ დღეს საუბრობდა ჩვენთან სახელგანთქმული რუსეთის შერაღებული ძალების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ახმატის მეთაური არტი ალაუტინოვი, რომელმაც თქვა, რომ თქვენ ვერასდროს ვერ დაიხსნით თავს თუ თქვენ რუსეთთან ურთიერთობას ამ დაამყარებთ, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ჩამოაგდებს ხელისუფლებას დასავლეთი, აი ესე რყევებითა და რყევებით, იმიტომ რომ თუ თქვენ რუსეთთან არ გეკდებათ ურთიერთობა. ამდენ რყევებს ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს, მეგობრებო. ამდენ დაპირისპირებებს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა. ამიტომაც არის რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით რუსეთში, ერთადერთი საქართველოს გადარჩენის და გამთლიანების, გადარჩენის, განვითარების გზა რუსეთთან ურთიერთობები არის. და ამაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ შენ როდესაც Mi6 გიპირისპირდება, CRU გიპირისპირდება, როდესაც გიპირისპირდება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, გერმანიის ელჩს რო ასე ვაკრიტიკებთ, გერმანიის ელჩი კი არ გვებძვის, კაცო, გერმანია გვებძვის ჩვენ. ვიღაცას გონია რომ აი ეს ელჩი არის მარტო ვიღაცა ინდივიდი. ელჩი კი არ გვებძვის, ჩვენ გვებძვის გერმანია გვებძვის და გვებძვის ინგლისი, გვებძვის ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, რომ აი ტრამპი არის, როდესაც მაგალითად ვერ ჩამოყალიბდა, თვითონ ამბობს სახელმწიფო ადმინისტრაცია, რომ ვერ ჩამოვყალიბდითო. და რა ვერ ჩამოყალიბდნენ, ამდენი ესეც თქვენთვის მომინდია, თქვენ თვითონ განსაჯეთ. და არ არის ესე მარტივად საქმე. ახლა რუსეთში რაც შეეხება ახალი ტერიტორიები განთავისუფლდა რუსეთის შერაღებული ძალების მიერ Это центр Красноармейска. Российская армия его зачистила.
ვლადიმერ პუტინი საბრძოლო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა და მან მოინახულა ის ტერიტორიები და ასევე გაეცნო სიტუაციას გერასიმოვთან და სხვა რუსეთის შერაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად. Товарищ Верховный Главнокомандующий, участники совещания к работе готовы. Начальник Главного оперативного управления генерал-полковник Рудской. Здравия желаю. Товарищ офицер. Уважаемые товарищи, добрый день. Проведем сегодня очередное совещание. На прошлой встрече основное внимание было уделено выполнению задач в зоне ответственности группировок «Запад» и «Южная». Что касается группировки «Запад», говорили о ситуации в целом в зоне ответственности, но и о том, как складывается обстановка в районе города Купянск. Что касается Южной, командующий доложил о ситуации также в зоне его ответственности и доложил о том, как идет боевая работа в городе и вокруг города Северск. Что касается группировок центр, восток, то здесь, собственно, так же, как и на всей линии боевого соприкосновения, инициатива полностью находится в руках наших вооруженных сил. И сегодня продолжим работу. Более подробно поговорим об обстановке в зоне ответственности ваших группировок, уважаемые товарищи. Конечно, прежде всего хотел бы получить информацию о том, как обстоят дела в городе Красноармейске и о том, как вы видите дальнейшее развитие ситуации в этом районе. Что касается группировки «Восток», то знаю, какими темпами ваши войска движутся в заданном направлении. Подошли к городу Гуляй-Поле и, конечно, хотел бы услышать информацию о том, как обстоят дела и в районе Гуляй-Поля, ну а самое главное, как вы считаете, что вы предлагаете в зоне вашей ответственности сделать для того, чтобы решались поставленные перед вашей группировкой задачи наиболее эффективным образом. Начальник Генерального штаба на прошлом совещании докладывал о результатах выполнения задач на всех направлениях, в том числе и на данных направлениях. А командующий группировок войск более подробно доложить о развитии ситуации в зонах вашей ответственности. Кроме того, в рамках сегодняшних мероприятий рассмотрим задачи, стоящие перед войсками объединенной группировки, а также обсудим наиболее актуальные вопросы обеспечения войск. Не будем забывать, что подходит зимний период, и надо это иметь в виду. Ребята должны быть обеспечены всем необходимым. И, Валерий Васильевич, вас попросил, кроме всего прочего, доложить о ситуации, которая складывается в зоне ответственности группировки «Север», имея в виду, что перед ней поставлена задача создать зону безопасности вдоль государственной границы. И в этой связи хотел бы услышать, как складывается обстановка в районе города Волчанск и в самом Волчанске. Давайте перейдем к работе. Прошу начальника Генерального штаба доложить обстановку в зоне специальной военной операции в целом. Товарищ Верховный Главнокомандующий, в соответствии с замыслом специальной военной операции войска объединенной группировки ведут наступление на широком фронте. Командование Вооруженных сил Украины продолжает безуспешные попытки деблокировать свои окруженные группировки на Купянском и Красноармейском направлениях и стремится остановить наше продвижение
на Краснолиманском, Северодонецком, Днепропетровском и Запорожском направлениях. Группировка войск «Север» сегодня завершила освобождение города Волчанск. Кроме того, в рамках создания полосы безопасности в приграничных районах Сумской и Харьковской областей Украины в ноябре под наш контроль на этой территории перешли еще 3 населенных пункта. Это Синельниково, Цегельное и Двуречанское. Воинские части и соединения группировки войск «Запад» сосредоточили основные усилия на Краснолиманском направлении и на левом берегу реки Старый Оскол по разгрому окруженной группировки после взятия Купянска. И продолжают сжимать кольцо по ликвидации этой группировки заблокированной. Численность ее порядка 15 батальонов насчитывается. В прошлый раз вы говорили, и я тогда еще задавал вопрос, вот по левому берегу реки Оскол противник не может уйти туда, на юг, по берегу? Нет, не может, потому что там по южнее этой окруженной группировки противника, там плотная оборона первой танковой армии по всему левому берегу. И она где-то идет на 17 километров на юг, эта оборона выстроена. Развивается наступление на также Рубцовском и Краснолиманском направлениях группировки «Запад», и штурмовые подразделения группировки «Запад» вошли в Красный Лиман и ведут бои сейчас в юго-восточной и восточной частях города. Продолжаются уличные бои в Дробышево и в Яровой, это на Краснолиманском направлении. Южная группировка войск развивает наступление в северной части Донецкой Народной Республики. На северском направлении в результате активных боевых действий освобождены населенные пункты Звановка, Васюковка и Петровская. В самом Северске штурмовые подразделения 3-й армии ведут уличные бои и расширяют зону контроля в северо-восточной и в южных районах города, освобождают ежедневно более 100 зданий в Северске. На Краматорско-Дружковском направлении, также группировка «Юг», освобожден населенный пункт Иванополья, и продолжаются уличные бои в Константиновке. Юго-восточные и восточные части города Константиновки перешли под наш контроль. Всего это более 30% от общего количества зданий в Константиновке. Войска группировки «Центр» освободили город Красноармейск и продолжает уничтожение подразделений противника в Димитрове. Кроме того, часть сил группировки успешно развивает наступление в Днепропетровской области. Группировка войск «Восток» продолжает с высокими темпами наступать в западном направлении, расширяя зону контроля на территории Днепропетровской и Запорожской областей. Войска группировки «Днепр» наступают на запорожском направлении, окружен населенный пункт Степногорск, ведутся боевые действия за овладение Приморским. Кроме того, по плану Генерального штаба продолжается нанесение ответных массированных ударов по объектам военно-промышленного комплекса Украины и энергетической инфраструктуре, обеспечивающей их функционирование. Товарищ Верховный Главнокомандующий, соединения и воинские части объединенной группировки войск продолжат ведение активных наступательных действий с целью полного освобождения Донбасса. Доклад закончен. Спасибо. В целом мы наблюдаем, что войска объединенной группировки наращивают давление по всей линии фронта. В последние дни действительно установлен контроль над несколькими крупными населенными пунктами, которые имеют важное значение для дальнейших действий по освобождению всей территории, в том числе и той, которая еще находится под контролем противника. Командующий группировкой войск «Центр» Валерий Николаевич в ходе нашей встречи 25 октября докладывал о окружении группировки ВСУ в районе Красноармейской Дмитровской агломерации. Валерий Николаевич, правильно я понял
начальника Генштаба, что город Красноармейск в наших руках. Да. Доложите, пожалуйста, поподробнее. Товарищ Верховный Главнокомандующий, докладываю. Войска группировки «Центр» продолжают выполнять задачи по разгрому противника на Днепропетровском направлении в соответствии с замыслом, утвержденным Генеральным штабом Вооруженных сил Российской Федерации. На Красноармейском направлении 2-я армия силами 30-й отдельной мотострелковой бригады, 506-м, 439-м, 1435-м мотострелковыми полками 27-й гвардейской мотострелковой дивизии завершили освобождение города Красноармейск. В настоящее время идет поиск и уничтожение остатков мелких групп противника, пытающихся укрыться в городской черте. Продолжается уничтожение формирований противника в Димитрове. Южная часть города полностью освобождена, идет зачистка. Группировка противника в северной части надежно заблокирована. Попытки выйти или деблокировать эту группировку у противника успехом не увенчались. Оценочно находится от 1500 до 2000 человек, заблокированные в северной части города. Противник предпринимает неоднократные попытки для деблокирования, а также старается вырваться с города, но успеха, как уже доложил, не было. Все атаки отбиваются, прорыва не допускается. Группировкой войск в соответствии с вашими указаниями проводятся мероприятия по созданию условий для прекращения сопротивления и сдачи в плен военнослужащих ВСУ. Вместе с тем, командование противника всячески этому препятствует. По словам украинских солдат, сложивших оружие, им под угрозой расстрела, расправы над родными и близкими запрещается сдаваться в плен. Также нами неоднократно зафиксированы факты уничтожения украинскими FPV-дронами бойцов Вооруженных сил Украины, выходящих на наши позиции с поднятыми руками. Кроме этого, продолжаем развивать наступление на левом фланге, в направлении Новопавловки, являющимся основным узлом обороны противника на данном направлении. Охватываем противника с юго-западной, западной, северо-западной и восточной части населенного пункта с целью его окружения. Товарищ Верховный Главнокомандующий, группировка войск «Центр» продолжает вести наступательные действия на всех направлениях. Все задачи, стоящие перед соединениями и воинскими частями, будут выполнены. Доклад закончен. Я еще скажу об этом, но прямо сейчас хочу вас поблагодарить за результаты работы по Красноармейску. И вас, весь командный и личный состав группировки. И, конечно, бойцов наших ребят, которые выполняют эти боевые задачи. Это важное направление. Мы все понимаем, насколько оно важно. И это обеспечит нам поступательное решение всех основных задач, которые стоят перед нами и были поставлены изначально при начале специальной военной операции. Благодарю вас. Служу России. Андрей Сергеевич, пожалуйста, обстановка в зоне ответственности группировки «Восток». Товарищ Верховный Главнокомандующий, группировка войск «Восток» в соответствии с замыслом специальной военной операции выполняет задачи на Запорожском направлении. Соединения воинские части активно продвигаются на юге Днепропетровской и восточной части Запорожской областей. Наступление 5-й, 29-й и 36-й армий ведется на широком фронте. Сегодня 37-я отдельная мотострелковая бригада 36-й армии полностью завершила освобождение населенного пункта Доброполье. За последнюю неделю также освобождены Новое Запорожье и Затишье в Запорожской области, а также Тихое и Отрадное в Днепропетровской области. Всего с 1 ноября под контроль группировки перешло более 360 квадратных километров территории данных регионов. В Днепропетровской области освобождено 7 населенных пунктов и в Запорожской области 12. В настоящее время соединения 29-й и 36-й армий расширяют зону контроля на восточном берегу реки Гайчур. Кроме того, подразделения 5-й армии вчера вошли в населенный пункт Гуляй-Поле, закрепились на его окраине и ведут уличные бои по уничтожению формирований ВСУ в населенном пункте. Наступление на данном направлении продолжается.
Товарищ Верховный Главнокомандующий, уничтожение формирования противника на Запорожском направлении осуществляется в соответствии с замыслом, утвержденным Генеральным штабом Вооруженных сил Российской Федерации. Все задачи, стоящие перед войсками группировки «Восток», будут выполнены. Как вы видите в дальнейшем-то развитие ситуации? В дальнейшем, товарищ Верховный Главнокомандующий, ключевым будет являться разгром противника на левом берегу реки Гайчур для продолжения наступления дальше в западном направлении в границах Днепропетровской и Запорожской областей, а также овладение Гуляйпольским оборонительным районом, центром в городе Гуляйполе. Андрей Сергеевич, ваши войска двигаются темпом, который гарантирует нам выполнение всех стоящих перед нами задач. Имею в виду, что при таком темпе нашего наступления противник, разумеется, не в состоянии должным образом на это реагировать. Вот сейчас в зоне ответственности группировки «Центр» внимательно следили за тем, что происходит вокруг города Красноармейск. Я правильно понял, да, что противник любой ценой, именно любой ценой пытался деблокировать Красноармейск. Да, абсолютно. Вот, не считаясь вообще с потерями и, на мой взгляд, понимая, что это уже невозможно, все равно бросал новые и новые подразделения, но практически на убой, без всякого преувеличения. Если иметь в виду, что, кроме националистических батальонов, неонацистских батальонов, что в основном-то армия ВСУ, это рабоче-крестьянская, то им простого солдата-то и не жалко. Вот то, что я сейчас сказал, соответствует действительности? Соответствует действительности, да. Националистические батальоны не участвуют, они отказываются от этой задачи. Здесь вновь призванные, мобилизованные выполняют задачу. По ним видно. Людей недавно призвали, люди не обучены. Они идут на убой просто в направлении Красноармейска. Там гибнут десятками и сотнями. Такое отношение, конечно, я думаю, оно видно, пока продолжится. Но это просто истребление своего народа идет. Прямо это наши офицеры наблюдают на поле боя, да? Это наблюдают наши офицеры, наши солдаты, и расчеты, и воздушной разведки, и FPV-дронщики. Там лесополосы усыпаны трупами украинских солдат. Понятно. Это трагедия украинского народа, которая связана с преступной политикой этой вороватой хунты, которая захватила власть в Киеве. Уважаемые товарищи, вооруженные силы Российской Федерации уверенно удерживают инициативу и продолжают выполнение задач специальной военной операции. Наступление российских войск идет практически на всех направлениях. Также можно констатировать, что уничтожение формирования противника, окруженных на левом берегу реки Оскол, идет планомерно. Отмечаю также эффективные действия соединений и воинских частей группировок «Центр» по освобождению города Красноармейск. Безусловно, нельзя привести в пример и успехи штурмовых подразделений группировки «Восток», действующих на запорожском направлении. Темпы наступления соединений и воинских частей на этом направлении, как я уже говорил, впечатляют. Прошу передать слова благодарности всему личному составу группировок, командному составу за эту тяжелую, но очень важную для нашей страны работу.
Благодарю. და ის ინფორმაციები, რომელიც ქართულ მედიაში ვრცელდება და მეც ვეცნობი ამ ყველაფერს, რომ სადღაც ვიღაცამ რაღაცა დრონით რაღაცა დაარტყა ობიექტს, დაარტყა მეორე ობიექტს, ეს არის როგორი იცით, აი ქათამსრო თავს წააგდებინებდნენ და ფართხალებს რა. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე წაგებული ომის ჯალათების რაღაცა მოქმედებები, რომლებიც ცდილობენ რომ შიგნით ვერაფერს ვერ ახდენენ და გადაიტანონ ყურადღება გარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განწირული არის უკრაინა და ამას ვინც ვერ ხედავს, ის მართლა ავადმყოფია, იმიტომ რომ ხედავთ რომ აქ ტერიტორიები როგორც განახეთ თავისუფლდება და პუტინიც აი ამ ვითარებაში გაეცდო სიტუაციას. ამას ეხა იმიტომ გამცნობთ რომ ქართული მედია გინა სამთავრობო, გინა არასამთავრობო ამ ინფორმაციების გავრცელებისგან ასე თუ ისე თავს იკავებს და უფრო ცდილობს რომ სხვა მიმართულებით იმუშაოს. ჩვენ ხედავთ რომ დიდი პრობლემები არის გერმანიაში გერმანიაში სატვირთო მანქანიდან შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი 20,000 ვაზნა მოიპარეს. შპიგელის ცნობით სამხედრო დანიშნულების ტვირთი კერძო კომპანიას გადაჰქონდა და მძღოლმა ღამით სატვირთო მანქანა დაუცველ ავტოსადგომზე დატოვა. ქურდობა მხოლოდ მეორე დღეს სამხედრო ნაწილში ტვირთის მიტანის შემდეგ აღმოაჩინეს. გერმანიის თავდაცვის სამინისტრო საბრძოლო მასალის უკონტროლო გავრცელების საფრთხის გამო ქურდობა სერიოზულ პრეცედენტად მიიჩნევს. დიდი პრობლემები არის ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთის სუვერენიტეტს დაკარგავს თუ ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იურიდიულად აღიარებს. კონსერვატორი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პოლონელმა ხალხმა საკუთარი ფასეულობები უნდა დაიცვას და შეეწინააღმდეგოს ევროკავშირის წნეხს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შეცვლას მოითხოვს. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მოითხოვს სხვა ქვეყანაში გაფორმებული ერთნაირსქესიანი ქორწინების აღიარებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სცდება მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას. კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს ქორწინებას და ევროკავშირს უფლება არ აქვს რაიმე გვაიძულოს. ევროკავშირმა ყურადღება რეალურ პრობლემებზე უნდა გაამახვილოს და არ უნდა ჩაერიოს წევრი სახელმწიფოების საქმეებში. სუვერენიტეტის დაცვა გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპია. და ეს პრობლემები აისახება იმით, რომ ფაქტობრივად ეს დაპირისპირება, რომელიც არის დღეს უკრაინაში, ეს არის არა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, ეს არის რუსეთ-ნატოსა და რუსეთ-დასავლეთ შორის დაპირისპირება. და დასავლეთი მარცხდება და ნატოც მარცხდება. ბევრი რო ლაპარაკობთ, აი რამიტომ ვერ განთავისუფლდა ამდენი ხანი ეს ტერიტორიები, რატო ვერ განთავისუფლეს სხვა ქალაქები? იმიტომ რომ ეს ომი არ არის უკრაინასთან. ეს ომი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ქვეყნებთან, რომლებიც დღეს არიან ნატოს ბლოკში, არიან ევროკავშირის ბლოკში. რაც შეეხება საქართველოში ასევე მიმდინარე პროცესებს მინდა დაუბრუნდე, ჩვენ რამე თუ კარგი მოხდება ამ ქვეყანაში ყოველთვის რა თქმა უნდა მივესალმებით. ჩვენ ხშირად ახლა აი ჩვენი ერთ-ერთი აგრეთვე ბაზისი და ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი იქნება მოსკოვში ყოფნისას, გარგაცნოთ ქართველი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ აქ რუსეთში, აგრეთვე ის თუ როგორი სწავლება მიდის, მაგალითად აქ სასწავლებლებში მე გაგაცანით ერთ-ერთი სახელგანთქმული პროფესორის, პრეზიდენტის საბჭოს წევრის ვოლოხის ინტერვიუ, რომელმაც ისაუბრა იმ დამღუპელ სისტემაზე ბოლონიისა და ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემებზე და დღეს კარგია რომ აი განათლების მინისტრმა გააკეთა ის განცხადება რომ სკოლაში ბრუნდება ფორმები რომ ესე იგი ქართული ენა უბრუნდება საგამოცდო სისტემას რომ 11 კლასი იქნება ასევე არის მობილური არ დაშვება მოხდება სასწავლებლებში რაღაც გარკვეული რეფორმები ეს რეფორმები რომლებზეც ახლა იქნა საუბარი გუშინ იქნა ამაზე ხაზგასმა გაკეთებული მისასალმებელია, იმიტომ რომ განათლების სისტემა თუ კი არ მოხდება ძირეულად საქართველოში კიდევ ერთხელ დაიღუპება მომავალი თაობა და რომ დაღუპული არის თაობის რაღაც ნაწილი, ეს ჩვენ ვნახეთ აქციების დროს, როდესაც ჩვენ ხშირად ვშაყირობთ და ხშირად აეხლა ვხუმრობთ ამ ახალგაზრდებს, ეს სახუმრორი კი არ არის, ეს არის ტრაგედია, მეგობრებო, რომ სადამდე მიიყვანეს მათ ახალგაზრდებს. ჩვენ ფაქტობრივად სკოლაც დავთმეთ, უნივერსიტეტებიც დავთმეთ და დაუთმეთ ამ დასავლეთის აგენტურის წარმომადგენლებს.
ახორციელებს. დღეს მთლიანად ახლდად არის რეფორმირება გასაკეთებელი ამ ყველაფრისა და მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა ვერ იქნება სრულყოფილი თუ ჩვენ ბოლონის სისტემიდან არ გამოვართ. ეს კარგია, რაც ახლა მინისტრმა თქვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მაგრამ უნდა გამოვიდეთ ბოლონის სისტემიდან. აი ამაზე საუბრობდა პროფესორი ვოლოხი, რომელიც სახელგანთქმული პროფესორი არის არა მარტო რუსეთში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მე მაქვს მასთან ურთიერთობის ბედნიერება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ბოლონის სისტემიდან. და თუ ბოლონის სისტემაში საქართველოს დარჩება, ეს არის საქართველოს გადაგვარების და გადაშენების საფრთხე, იმიტომ რომ ნიშნებს ბავშვებს უწერენ იმიტომ დღეს, რომ მათ ფული მიიტანოს სასწავლებლებში და ეს იქნება მუდამ, იმიტომ რომ თუ ის მასწავლებელი არ დაუწეს ნიშნავს და გარიცხავს, ხვალ გარკვეული შენატანი დააკრება უნივერსიტეტებს და ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ დამღუპელი ბოლონის სისტემიდან. ეს თუ არ მოხდება, არც ეს ფორმები გვიშველის, არც მობილურების აკრძალვა გვიშველის და არაფერი არ გვიშველის, მეგობრებო. უნდა გამოვიდეს ქვეყანა ბოლონის სისტემიდან. ეს არის დასავლეთის შემუშავებული პროექტი, რომელიც ინახავს მოსახლეობის და ახალგაზრდობის რაღაცა გარკვეულწილად შეზღუდვას გონებრივი შესაძლებლობების. სწავლა აღარ არის, ბავშვებმა წერა-კითხვა არ იციან. აი ბოლონის სისტემამ რა დამღუპელი შედეგი მოიტანა თვითონ გაეროს მონაცემებით, ევროპის კავშირისა და სხვადასხვა სტრუქტურების გარკვეული ინფორმაციები, რომლებიც შეგროვდა საქართველოში არსებული განათლების დონესთან მიმართებით, ხო დაიდო ეს დოკუმენტები და როგორი აღქმა აქვს ბავშვებს ინფორმაციის, როგორ მეტყველებენ, როგორი განათლება აქვს. ეს არის დამღუპელი გარკვეულწილად რეფორმა, ბოლონის რეფორმა, რომელიც უნდა ერთხელ და სამუდამოდ ამოიშანთოს საქართველოში. და აი ეს თუ ჩვენ ერთ ნაბიჯს გვაქვს, მეორე, მესამე ნაბიჯი თუ არ მივაყოლეთ, იმას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან, ეს იმას ნიშნავს, რომ უკან მივდივარ. უკან დაგვრჩება ყველაფერი, თუ ბოლონის სისტემიდან საქართველოს არ გამოვა. და ამაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დაიწყოს საუბარი მეცნიერებში, უნდა დაიწყოს ეს საუბარი პროფესორებში და აი ხა მე, როდესაც ვადარებ რუსეთის განათლების სისტემას და საქართველოსი, აი ცასა და დედამიწას შორის არის განსხვავება. სამწუხაროდ ეხლა ამათ არაფერი არ ესმის, რაც არ უნდა ილაპარაკო. მაგრამ ერთი ფაქტია, მეგობრებო, შეხედეთ კადრებს შეხედეთ, აი მე მართლა გული მტკივა, აი რო უყურებ აქ ეხა უნივერსიტეტებს ვეცნობი და ამის ბედნიერება მაქვს და მოდის წინვალი ახალგაზრდობა რუსეთში. და ეს იმის ბრალია, რომ სისტემა ამშვა ეს ახალგაზრდები. უნივერსიტეტების დონე არის ძალიან მაღალი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და სხვა მიმართულებითაც. და მე მიხარია, რომ ქართველი ბავშვებიც აქ სწავლობენ, მაგალითად ერთ-ერთი ბავშვის შესახებ, ერთ-ერთი ახალგაზრდა შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა და ეს არის მისასალმებელი და მეც მინდა გაგაცნოთ ერთი გოგონა, რომელიც სწავლობს მაგალითად რუსეთში. После окончания обучения я бы очень хотела остаться в России, именно в Пятигорске. Эмма родом из Кутаиси, гражданка Грузии. Она студентка 3-го курса Пятигорского государственного университета, специальность туризм. Признается, очень полюбила этот город, потому что здесь ни разу не почувствовала себя одинокой и чужой. Здесь множество народов, схожих менталитетом с грузинами, поэтому я чувствую себя очень комфортно здесь, и я вижу перспективы развития. Грузинские города и российский Пятигорск словно родные братья. Теплый целебный климат, горный воздух и мягкое солнце делают их атмосферно похожими. Этническое разнообразие заметно в каждом дворе. Здесь в мире и гармонии соседствуют друг с другом грузины и русские, армяне и азербайджанцы, греки и евреи. Кухня почти одна и та же. Ароматные хачапури, сочные хинкали, мясо на углях и пряные специи, знакомые каждому, кто хоть раз бывал на Кавказе. Я приехала сюда, и я просто влюбилась в этот город. Он очень напоминает Грузию из-за обилия природы, зелени, гор. И поэтому я чувствую себя, можно сказать, как дома. Но Эмма помнит о родине не только из-за этого. В Пятигорском университете есть Центр грузинской культуры. Это лектории, оформленные всеми символами, которые так дороги грузинскому сердцу. Пейзажи Тбилиси, грузинский алфавит, выдающиеся люди Грузии и даже уникальное старейшее издание «Витязя в тигровой шкуре». А сам вуз активно сотрудничает с представителями грузинской диаспоры, в частности, с местной национальной культурной автономией Иверия, которой в этом году исполнилось 35 лет.
Ее руководитель Петр Лобжанидзе часто выступает инициатором проведения межкультурных мероприятий в стенах университета и не только. Благодаря этому между Российским университетом и представителями грузинской диаспоры сформировались крепкие дружеские отношения. Чтобы не были люди, как говорится, приехав в Пятигорск, они одиноки. У нас есть грузинская национальная культурная автономия и верия. Мы участвуем во всех мероприятиях. Также приглашаем как волонтеров и принимать участие в общественной деятельности. И принимали бы участие те студенты, которые бы учились в Пятигорском государственном университете, потому что это и сближает. После университета вдруг захочется остаться и поработать. Также, я думаю, мы поможем и в трудоустройстве, потому что сегодня специалисты нужны во всех сферах. Эмма пока что здесь единственная студентка из Грузии. По квоте для иностранных студентов она обучается абсолютно бесплатно, живет в общежитии, предоставленном вузом. Кстати, корпуса проживания студентов обеспечены всем необходимым для комфорта студентов, от прачечных до комнат отдыха. Девушка живет в отдельной комнате с собственным балконом, окна которого выходят на одну из главных достопримечательностей города. Я бы однозначно советовала поступать сюда, так как здесь большие возможности для будущего, прекрасное образование, все преподаватели и вуз очень поддерживают иностранных студентов. Стать студентом, учиться и жить бесплатно в России может абсолютно любой абитуриент из Грузии. Набор кандидатов на получение бесплатного высшего образования в России уже начался. და ესეთი ბავშვები ძალიან ბევრი არის. ეხა ერთხელ მოვდიოდი აეროპორტში და მართლაც აი ესეთი შეექშურდებოდა, ისეთი კარგი ახალგაზრდა გავიცანი და გამიხარდა რომ მოვდივარო უნივერსიტეტში, აქ სასწავლებლად თუ გვარად ბუჩუკური იყო, ახალგაზრდა პატიოსანი ბავშვი და აი ესეთი ახალგაზრდებს რომ ხედავ აქ, მე ძალიან მიხარია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ გაგაცნოთ ეს ახალგაზრდები, ვისაც რა თქმა უნდა სურვილი ექნება, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება პრინციპში სურვილიც კონდეს, მაგრამ ეშინია იმ ბულინგის, რომელიც ხორციელდება. ჩვენთან ხო საშინელი რუსოფობია, დღე ბევრი სწავლობს, მაგრამ შეიძლება თქვას რომ არ სწავლობ, იმიტომ რომ საქართველოში დღეს სიტყვა ბგერა რო იხმარო ისიც კი საშიში არის უკვე და რუსეთზე საუბარი ხო კიდე ავიცი მე ყველა ერიდება და ყველა ამას რატომღაც სხვაგვარად ლაპარაკობს ამის შესახებ. ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ჩვენ უნდა წავიდეთ იმ გზით რომელი გზით მიდის რუსეთი და საბჭოთა განათლება იყო ყველაზე უფრო მაღალი დონის განათლებას აძლევდა ახალგაზრდებს და იმ საბჭოთა განათლების დროს გამობძმედილმა ადამიანებმა შექმნეს ყველაფერი ის, რასაც შემდგომ ჩვენ ვანგრევთ. მე მაინტერესებს ერთი იმ უცხოეთში დამთავრებული ადამიანების რაღაცა გარკვეული პროდუქტი, შემოქმედების გარკვეული აი ნიშა მანახეთ. ჩვენ აი ეს რასაც ხედავთ, ყველაფერი ეს შექმნეს აი ამ საბჭოთა სკოლის წარმომადგენლები და იმ ევროპული სკოლის წარმომადგენლებს ხედავ ჩვენ აგერ ქუჩებში რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ჯიპა, ილიაუნი და ეს რაღაცა უნივერსიტეტები წარსულს უნდა ჩაბარდეს მეგობრებო. თუ ასე არ მოხდება, საქართველოს მომავალი არ აქვს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი არ აქვს. ჩვენ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით და უნდა რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი უნდა იყოს ეროვნულ პლატფორმაზე, როგორც გითხარით, ბოლონიის სისტემიდან უნდა გამოვიდეთ და აუცილებლად უნდა მოხდეს ინტეგრაცია ასევე რუსულ განათლების სისტემასთან. ჩვენ უნდა გქონდეს აქაურ პროფესორებთან, ასწავლებლებთან შეხვედრები. იმ დღეს აი პოლიტოლოგიის გარკვეული კონფერენცია იყო, ჩატარდა და აი პირველი კურსელები ისეთ კითხვებს სვამდნენ, ისეთი დისპუტი მიმდინარეობდა. ის კი არა ჩვენთან რომ შეურაცხყოფები არის და ვიღაცას რაღაცა აი ჩვენთან ხო არის ესე, ვიღაცა რამეს განსხვავებულ სიტყვის შეურაცხყოფაზე გადადის, რაღაცა
აგრესიაზე გადადის. აი ეს სიამოვნებოდა, უყურებდი და აი ფიქრობდი რომ რატო ჩვენთან ესე არ უნდა იყოს. მე იმას კი არ ვიძახე რომ ჩვენთან ახალგაზრდობა ცუდია და ან ახალგაზრდობა არ მოდის, კარგი მოდის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ასპარეზის მიცემა, ამ ყველაფერს უნდა აგრეთვე ფრთები რომ გაშალოს ამ ყველაფერმა ხელი შეწყობა. რატო უნდა იყოს სხვაგან უფრო დაწინაურებული ქართველი და რატო არ უნდა იყოს საქართველოში. დღეს რუსეთში უფრო მეტად მასობს ქართული ნიჭი ვიდრე საქართველოში. ჩვენ აუცილებლად მეგობრებო შემოგთავაზებთ ყოველთვის რუსეთიდან ინფორმაციებს, გვექნება ყოველდღიურად საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. მე ვადევნებ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ერთი რამ უნდა გითხრათ რა. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი დროზე, თორე ხვალ იქნება გვიანი. თან ვაკრიტიკებთ ევროპას და თან კიდევ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ოღონდ სხვანაირ ევროპაში. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ევროპა აღარასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამიტომ სადღა მივდივართ. პატიოსან ქალს და პატიოსან ახალგაზრდას არ ესაქმება არაფერი ბორდელში და ევროპა დღეს არის ბორდელი. ევროპულ ბორდელში საქართველოს არაფერი ასაქმება. ევროპიდან მე ვიცნობ ძალიან ბევრ ოჯახს ადამიანს, რომლებიც გარბიან მაგალითად ამ ქვეყნებიდან პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. მაგალითად ბელორუსში ძალიან ბევრი გერმანული ოჯახი გადავიდა. მაგალითად ასევე გადადიან ისინი სხვა ქვეყნებში, რომლებიც არაფერ კავშირში არ არიან ევროპასთან. ამიტომ ერთი რამე უნდა ვთქვათ. თუ საქართველოს გადარჩენა გვინდა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ბელორუსის გზა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ იმ პოსტსაბჭოური ქვეყნების გზა, რომლებიც რუსეთთან არის ინტეგრაციაში. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩინეთის გზა, შეხედეთ ჩინეთი როგორ მზარდი არის და ის რომ ახლა პრემიერი ინდოეთში იყო, ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ ავრე ინდოეთის პოტენციალი, უნდა გქონდეს სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე, თუ იქნება რეალურად ეროვნული პლატფორმა. მიწები კი არ უნდა დაურიგოთ იმას არაბებს და საქართველოს კი არ უნდა გავყიდოთ, არამედ პირიქით გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ და შევკრათ და ერთმუშტად დავუხდეთ მტერს. ჩვენ თუ გვინა გაერთიანება, გამთლიანება, ეკონომიკური წისვლა, ამ მიმართულებით უნდა ვისაზრდოთ და ეხლა სადღეგრძელოები ბოდიშთა სუფრაზე თქვით. ჩვენ გვჭირდება რეალური რეფორმები. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ძვირფასო ტელემაყურებლებო უკვე პარასკევს 21 საათზე TV4-ის ეთერში. კარგად მზადდებოდეთ.